მე ნათია ვარ ჯამთელი ჯანსაღი აღდგენილი მარადიული სოლი დაუპლოგელი დაუჭრელი დაუზომბირებელი დაუტყვევებელი დაუჯარიმებელი ვარ განთავისუფლებული და გაორებისაგან შეცდომებისაგან კარმებისაგან ზაკრივაიცა პარტალები ვარონკები ზალატი ფილტრები ზლონიკა გნეზახოდი ზლო ტოლკა ჟიგაეცა ზლო ატკლუ ჩაეცა ეხლა მაგალითად ვიფიქრე ამ მატერიალურ ცხოვრებაზე და რა მოვიფიქრე მე ჩემს თავს ველაპარაკები იმიტომ რომ ჩემს ბიოვერ ბიოპოლში ვარ და ჩემს ბიოვერ ბიოპოლში არის მშვიდობა ჯანმრთელობა გარმონია ყველა სახის დისტრუქტივები პერეკლატკები ატკლუ ჩაეცა აბრუნაეცა მე ვუხსნი ჩემ თავს დაუშვათ ეხლა აი მაგალითად მერე რომ არ დამავიწყდეს ეს იდეა შემაწუხა და რაღაცა ესეთი რაღაცა მოვიფიქრე რა და ვუხსნი ეხლა მე ჩემ თავს აი ვისაც არ აინტერესებს აი დარდების უნუ აინტერესებთ და რაც აინტერესებთ ყველამ იმას მიხედოთ რაც გაინტერესებთ მე რაც მაინტერესებს იმას ვლაპარაკობ ეხლა დაუშვათ ადამიანი არის რომ ხანდახან დაუშვათ აი სახლებს აქირავებენ მანქანებს აქირავებენ ოფისებს აქირავებენ მოტოებს აქირავებენ მარშრუტკებს აქირავებენ ან ათხოვებენ ვიღაცას სახლს დროებითად ეს სახლი შენ სახელზეა გაფორმებული მანქანა შენ სახელზეა გაფორმებული ავტობუსია თუ მარშრუტკაა თუ მანქანაა თუ მოტოა თუ რაღაცაა თუ ოფისია თუ ზავიძენია თუ კაფეტერია არის გაფორმებული შენ სახელზე ხო ან სხვის სახელზე ხო ნუ ვიღაც სახელზეა ეს რაღაცა გაფორმებული ხო მარა დაუშვათ მეორე ადამიანმა დაინტერესებულმა პირმა პოზიცია მეორე ოპოზიციონერმა ეს დაინტერესებულმა პირმა ეს იქირავა ან ეს დროებით შევიდა ამ დროებით მატერიალურ სახლში დაიწყო ცხოვრება ან დროებით იქირავა ეს მანქანა და დაიწყო ტაქსაობა ან მარშრუტკა იქირავა ან გარაჟი იქირავა ან მოტო იქირავა და დაიწყო რაღაცა მუშაობა ან ოფისი იქირავა და გახსნა რაღაცა იქ ბიზნესი და მოხდა ეხლა ეს ენერგოაბმენითი ურთიერთობა რა ქვია რომ აი შეთანხმდნენ რომ ან გათხოვე დროებით გათხოვე მანქანა ან მოგაქირავე ან რა ქვია და ან ჩემს სახელზეა ეს მანქანა გაფორმებული და სახლი და ოფისი მარა დაუშვათ სხვა დაინტერესებული პირი მივიდა და შევიდა და ცხოვრობს იქ და რა ქვია იყენებს ამ სახლს დროებით სახლს როგორც დროებით საცხოვრებლად ან მანქანას იყენებს დროებით მუშაობს დროებით ტაქსაობს ან ოფისი იყენებს დროებითად გახსნა რაღაცა იქ ბიზნესი და მოხდა ეს რა ქვია ასე თქვა შეთანხმება რომ აი თანხაზე ფულზე ხო რომ ამდენი ფულს მომცემ და თვიდან თვემდე ან დაუშვათ თუ ათხოვა დროებითად არ მისცემს ხო არაფერს ნუ ეს შეთანხმებას გააჩნია ძმაკაცურად შინაურულად ეხლა რა მინდა ვილაპარაკო რომ დაუშვათ ეხლა რა ქვია აი რაღაცა ურთიერთ რაღაცა კარმების პერებროსკები არ მოხდეს რა ურთიერთ კარმების პერებრო ნეგატივების პერებროსკები რო არ მოხდეს რა ადამიანმა თავისთავად უნდა დაიცვას ანუ ერთმანეთ ურთიერთობა უნდა დაიცვან კი ეხლა ეს ყველამ ვიცით რომ მატერიალური მირებში ხდება გაქირავება გაგირავება თხოვება ყველაფერი ეს ჩვენთვის ყველაფერი ასე ვთქვათ ბუნებრივი მოვლენა არის მარა პარალელურ მირებში ცოტა შეიძლება სხვანაირად გამოიყენონ ეს მდგომარეობა ასე ვთქვათ ამასულებმა ამაძალებმა და პარაზიტებმა და პაცელიცებმა ნუ ეხლა ხდება ასე და ეხლა ბიოსისტემები ბიორობოტები ამას ასოზნანო ნიასოზნანო ხან ვიგებთ ხან ვერ ვიგებთ ამას ჩვენ ვერ გავარჩევთ რა ხდება პარალელურად და ჩერეზ დაუშვათ მესაკუთრეთი ან ჩერეზ მოქირავეთი ან ჩერეზ მოგირავეთი
და იმათი ინტერფერენტებით რა შეთანხმებები ხდება. აი через საკუთრებებითაც კიდე, через მატერიალური საკუთრებებითაც კიდე, через მატერიალური ურთიერთობებითაც კიდე ვერ ვიგებთ ჩვენ. ხო, ანუ ეხლა ის სახლი ჩემს სახელზე, ნუ არის ადამიანის სახელზეა გაფორმებული, ის მანქანა ადამიანის სახელზეა გაფორმებული, ის რა ქვია ოფისი ადამიანის სახელზეა გაფორმებული, ის მარშრუტკა ის გარაჟი ადამიანის, მაგრამ ამ დროს იქ დაუშვათ სხვა ადამიანია და სხვა ადამიანი იყენებს ამ საკუთრებას, დროებით საკუთრებას, ასე ვთქვათ, დროებითად. ანუ ეს ურთიერთობა, რომ ასე ვთქვათ, ერთი მხარისთვისაც და მეორე მხარისთვისაც მოხდეს, ასე ვთქვათ, სასიკეთოდ, დაუზიანებლად, დაუამპირებლად, ერთმანეთის დაუამპირებლად და ერთმანეთიზე პერებროსკების გავკეთებლად, ხო? ეხლა შეიძლება მოკირავნე იყოს ვამპირი, შეიძლება გამქირავებელი იყოს ვამპირი, შეიძლება მოგირავნე იყოს ვამპირი, შეიძლება მანქანის ოფისის პატრონი იყოს ვამპირი. ვერ გაიგებს ადამიანი ვის რა ისა ყავს, რა ქვია, ავისწულები და ეშმაკები და ვინებთან რა კონტრაქტები აქვთ დადებული და ვინები არიან იმათი, ასე ვთქვათ, პადასელნიცები, ჩორტიკები, მორტიკები ვერ გაიგებს ადამიანი. ხო, ამიტომ ადამიანმა უნდა თქვას, რომ ეხლა ორივე მხარისთვის, ეხლა მე რა ვიცი, შევედი სახლში და ვცხოვრობ იქ. მე რა ვიცი, იმისი პატრონი რასულის მატარებელია. ავიღე რაღაცა მაღაზია და ვამუშავებ ამ მაღაზიას, მაგრამ იმ ქალი ვისგანაც მე ამ მაღაზიაში ვარ, ხო იქნება ენერგო ვამპირია. ან იქნება მე მაგ მაღაზია და გავაქირავ ეს მაღაზია, მაგრამ ვის მივაქირავე, რაც მივაქირავე, იქნება ის ენერგო ვამპირია. ასე რომ არ დავამპირონ ერთმანეთი და რა ქვია, გაურკვეველ მდგომარეობაში რო არ მოხვდნენ ეს ბიორობოტები, ბიობოტები, მძინარა ბიობოტები და რა ქვია, რომ დააბალანსირონ, დააგარმონიულონ თავიანთი ურთიერთობა. უნდა ასე ვთქვათ, რაღაცა უსტაროკა უნდა დააყენონ. მაგალითად, კი ეხლა მე ამ ბინაში ვიცი რომ დროებით ვცხოვრობ, ან ვიგირავე ეს ბინა დროებით ვარ, ან ვიგირავე ეს მანქანა დროებით ვარ, მაგრამ ეს ხდება ჩემთვის ვაბლაგა. ნეიტრალურად ურთიერთობა აბმენითი, ენერგოაბმენითი ენერგიებია თუ ენერგოაბმენითი შეთანხმებებია თუ ენერგოაბმენითი ურთიერთობებია, ეს ხდება ყველაფერი ნეიტრალურად. ჩემთვისაც ვაბლაგა, იმისთვისაც ვაბლაგა. აბნულაეცა დისტრუქციები, ნეგატივები, აბნულაეცა კრადნიკობა, ვამპირობა, ზაპრეშაიუ კარმების პერეკლატკებს. ასევე მე პატრონია ხო, რაღაცა ვიღაცა ხო, აქ სახლი გააქირავა, მანქანა გააქირავა, ოფისი მისცა ვიღაცას რაღაცას, რომელიც ამუშავებს ამ რაღაცას. უნდა თქვას, რომ კი ეხლა ის სახლი ჩემს სახელზეა, ის მანქანა ჩემს სახელზეა, ის ოფისი ჩემს სახელზეა, მაგრამ აი დროებით მე რა ქვია, დროებით არის ის სხვა ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ, რა ქვია, იყენებს ამ მატერიალურ იმუშესტვას. მაგრამ ვუკრძალავ ამ, რა ქვია, ჩემი საკუთრების გამომყენებელ ადამიანს, დროებით ჩემი საკუთრების დროებით ნაცნობს, ან უცნობს დროებით გამომყენებელ ადამიანს, ვუკრძალავ ჩემზე ნეგატივობას, დისტრუქციობას, კრადნიკობას, ვამპირობას და ვართმევ, ასე ვთქვათ, ნეგატივობის უფლებებს. რახან ჩემს სახელზე გაფორმებულ
სახში ცხოვრობს, იმასა და იმის ინტერფერენტებსა და პაციენტებსა და ეშმაკებს უფლება არ აქვს ზედმეტად შემეხონ, ზედმეტად დამაზიანონ. რახან ჩემი გაფორმებულ სახელზე, მანქანაზე, ან მარშრუტკაზე, ან ოფისში მუშაობს და იქირავა, ან იგირავა, ან ვათხოვე დროებითად, ამიტომ იმ ადამიანს ვუკრძალავ იმის პაციენტებს, კაი პაციენტები, ცუდი პაციენტები არ აქვს მნიშვნელობა, ინტერფერენტები, კაი ინტერფერენტები, ვუკრძალავ ჩემზე ნეგატივობას. რახან მატერიალური ნივთი ვათხოვე, აი პალტო ვათხოვე ვიღაცას, ხო? აჰა, ჩაიცვი, გათბი, პალტო. ვათხოვე ეს პალტო, რახან პალტო ვათხოვე, ეს იმას არ ანიშნავს, რომ აი ამან ეს ნივთი მათხოვა ან მაჩუკა და მე ყველაფრის უფლება მაქვს. ვუკრძალავ ამ ადამიანს ნეგატივობას, დისტრუქციობას, ვამპირობას. ვუკრძალავ კრადნიკობას, ვუკრძალავ ზარალობას, ზიანობას. ვუკრძალავ, ასე ვთქვათ, რა ქვია, კარმა პერებროსიკაობას ვუკრძალავ. ჩუჟიე კარმები ჟიგაეცა, ჩუჟიე ნეგატივები ჟიგაეცა, ერთმანეთის კარმები ჟიგაეცა, ერთმანეთის ნეგატივები ჟიგაეცა. მერე დაუშვათ ეხლა ეს ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ხოს სახში. ამ ადამიანმაც მე მგონია, რომ უნდა დააყენოს ესეთი უსტანოვკა, რომ დაუშვათ. კი, ეხლა მე დროებით აქ ვარ, ამ სახში ვარ, ან ამ მარშრუტკაში ვარ, ან ამ მანქანას ვიყენებ, ტაქსაობ, ან ამ მოტოს ვიყენებ, ტაქსაობ, ან ამ ოფისს ვამუშავებ, ან მაღაზიას ვამუშავებ დროებითად და რაღაცა, ხო? მაგრამ ამავე დროს ამის პატრონს ვუკრძალავ ჩემზე ნეგატივობას, დისტრუქციობას და იმ პატრონის თუ ყავს, იმ პატრონის ინტერფერენტებია თუ პარაზიტებია თუ ეშმაკებია თუ პაციენტზე ვუკრძალავ იმათ ჩემზე მანიაკობას, ვამპირობას, კრადნიკობას და პერეკლადაობასა და კარმების პერებროსის გადმოდება, გადაკიდე დავირუსებას ვუკრძალავ. და ეს ჩვენ შორის დაუშვათ იმ მეპატრონესა და მოქირავეს, მოგირავეს ან რომ ვათხოვე ის რაღაცა, ხო, ტანსაცმელი დაუშვათ, ხო? ჩვენ შორის ეს ენერგიები თუ ურთიერთობა უნდა მოხდეს ნეიტრალურად, გარმონიულად, ნეიტრალურად. აბნულაეცა ყველა სახის დისტრუქციები, ნეგატივები, პრივასკები, პრისოსკები, პერეკლატკები, კრადნიკობები, კარმების პერებროსკები აბნულაეცა. Atключается обратно к правообладателებში, რაც ასე ვთქვათ, თუ დავუშვათ მე დავაზიანე, მე ვაგებ ამაზე პასუხს, იმან დააზიანა რამე ის აგებს პასუხს რაღაცაზე. ეს უხილავად ეს მატერიალურად თუ დააზიანა, ეხლა მატერიალურად ანაზღაურებს ეს ფულის სახით, ან ახალ გატეხა იქ რაღაცა, ან იყიდის იმ ახალ რაღაცას, ან არ იყიდის იმ რაღაცას და გაიპარება. ან დაამტრია მანქანა, დაამწყვრია და აღარ აქვს ფული და ვერ გადაიხადა ვერაფერი. ეს მატერიალური ზიანის ანაზღაურება, სხვა რაღაცა არის, ეგ ყველამ ძალიან კარგად იცის, ან დახია ის პალტო და აღარ მომიტანა უკან, ხო? აი ეს მატერიალური ზიანის ის ყველამ იცის, მაგრამ მე ვიძახი სულიერ ურთიერთობას. ეხლა წარმოიდგინე შენ სახელზე, შენ ან სხვის სახელზეა გაფორმებული რაღაცა და ან აქირავებ ამ რაღაცას, ან სხვა მიქირავა ეს რაღაცა, არ აქვს მნიშვნელობა რა იქირავა. მანქანა იქირავა თუ ოფისი იქირავა თუ მაღაზია იქირავა თუ სახლი იქირავა თუ რაღაცა, ხო? აი ამათ შორის რო არ მოხდეს კარმიჩისკიული უზლების პერებროსკები, ორივე მხარემ უნდა განაცხადოს. Запрещаю на меня
კარმიჩისკიული უძლების, ასე ვთქვათ, ნეგატივობას, დისტრუქციობას და კარმების გადმოდებას, ჯადოების გადმოდებას, უბედურებების გადმოდებას, ყველა სახის უბედურება, აბნულაეცა, ყველა სახის ავადობა, აბნულაეცა, უბარაკობა, უბედურება, ავადობა, ჯადოები, მადოები, ავისულები, ავიბესები, აბნულაეცა, დებილობა, აბნულაეცა, ბოტაობა, აბნულაეცა, ზომბაობა, აბნულაეცა. და ცხოვრობა ამ ბინაში დაუშვათ ან ხმარობა მანქანას, ამ სხვის მანქანას, ან სხვის ბინას ხმარობ ამ მანქანას, ჩემთვის ვაბლაგა. ან ცხოვრობ ჩემ ბინაში, ან ხმარობ ჩემ მანქანას დროებითად რაღაცა მატერიალურ რაღაცას, ჩემთვისაც ვაბლაგა და იმისთვისაც ვაბლაგა. ორივესთვის ვაბლაგა ბეზრედა. მერე ფულს რო იხდის ადამიანი ამ ოფისის გამო, ამ ტაქსაობს და ფულს იხდის, ან რა ქვია, მარშრუტკა აქვს და ფულს იხდის, ან სახლშია და იხდის ამ 500-600 $-ებს, ან რაღაცას იხდის, ხო? იაფად სახლი ეხლა სადღა არის? ხო, რა ვიცი. არის იაფად სახლი, მაგრამ უმადურები რო არიან ზოგიერთები, უმადურები არა, მაგრამ ეს სხვა თემაზე გადავედი ახლა. ხო, იყვნენ უმადურები, იყვნენ. ყველა უმადურები თავიან თავს ვერ დააფასეს სიკეთე, ესე კი თავიან თავი აიგდეს მასხრა და თავიან თავს ვერ დაუფასეს სიკეთე. всё. აი ესე. ხო და ეხლა ეს ფულსაც რო აძლევს ხო ადამიანი, ამ ფულს ვიღებ, ამ ფულს ვაძლევ, ხო? ან გირაოს ვიღებ, ან გირაოს ვაძლევ, ხო? ეცაც უნდა მოხდეს ისე, რომ აი ფულის სახით, ქირის სახით ეს რა ურთიერთობა, რა აბმენითი ურთიერთობა, რა ენერგოაბმენითი ურთიერთობა არის, რა ის არის, ხო, ფული უნდა მისცეს თუ კამფეტები უნდა მისცეს თუ შოკოლადები უნდა მისცეს თუ 1 კილო ბრინჯი უნდა მისცეს, რა ურთიერთობები არის აქ, გააჩნია ამას, რაზე არის შეთანხმებულები, ხო, აი უნდა მოხდეს როგორ, რომ ესაც ბეზრედა ორივე მხარისათვის ვაბლაგა. ჩემთვისაც ვაბლაგა, იმისთვისაც ვაბლაგა. რო ერთმაოდა აბნულაეცა, ჩემი უფულობა, იმისი უფულობა, ჩვენი უფულობა, ამისი უფულობა და ჩერეს ფულით უბედურება, უფულობა, გაჭირვება, კიდევ და კიდევ კარმიჩისკიული ცოდვები, კარმა რა არის ცოდვები? ცოდვები, დაგավորები, მოგოვორები, კარმიჩისკიული პერეკლატკაობა აკრძალულია ყველამ თავის ცოდვებზე, მოდვებზე, კარმიჩისკიული უძლებზე აგოს პასუხი. ანუ ადამიანი რო ცხოვრობს სახლში, იქირავა ეს სახლი, უნდა თქვას, მე აი დროებით ცხოვრობ ვიღაცა კაცის სახლში, ან ვიღაცა ქალის სახლში, ან ბებიის სახლში, ან პაპაჯანას სახლში, ან ვიღაცა, ნუ გააქირავა, ვინ გააქირავა ეს სახლი, ვის სახელზეა ეს სახლი, ხო? უნდა თქვას, რომ აი ამ სახლში ცხოვრობ, ზაპრეშაიო ამ სახლის მესაკუთრეს, ვინც არის, ამ მანქანის მესაკუთრეს, ან ოფისის მესაკუთრეს და იმის, ასე ვთქვათ, კურატორები არიან, კაი კურატორები არიან, ცუდი კურატორები არიან, თუ ბესები არიან, თუ რა აქვს მნიშვნელობა, თუ ინტერფერენტ, თუ რაც არიან, ზაპრეშაიო იმ კაცას და იმის, ასე ვთქვათ, ავტორებსაც, რომ ჩემზე ზლო, ასე ვთქვათ, ზლოვნიანებს ზაპრეშაიო. ჩემზე манипуляტორობას ზაპრეშაიო, ენერგოკრადნიკობას ზაპრეშაიო, რესურსნიკადრიკობას ზაპრეშაიო, ასე ვთქვათ, კიდე კარმიჩისკიული უძლების პერებრასაობას ზაპრეშაიო, ზაპრეშაიო იმის პაცელნიცებს,
რა ქვია ნეგატივობას, დისტრუქციობას ჩემზე. ყველა მიხედოს თავის ნეგატივებს, ყველა მიხედოს თავის ცოდვებს, ყველა მიხედოს თავის კარმებს. всё. ეხლა ჩემ იმ კაცმაც უნდა თქვას, იმ კარმაც უნდა თქვას, იმ ბებიამაც უნდა თქვას, იმ ბაბუამაც უნდა თქვას, რომ დაუშვა ჩემი ოფისში შემოვიდა ვიღაც არ აქვს მნიშვნელობა, მივაქირავე ეს ოფისი, გავაქირავე ან ვათხოვე ვიღაცას ეს მანქანა. და ასე ვთქვათ, ზაპრეშაი იმ ვიღაცას, ვინც არის ნაცნობია, უცნობია, ძმა კაცია და ქალია თუ არ აქვს მნიშვნელობა თუ ფული შემოვიდა თუ უფულოდ შემოვიდა. ზაპრეშაი იმ ვიღაცას მე მომაყენოს მატერიალური ზარალის ზაპრეშაი, მომაყენოს სულიერი ზარალის ზაპრეშაი, კრადნიკობა, ვამპირობა ზაპრეშაი ვსეხ. მასა და მის ასე ვთქვათ ატსტვენ ნიკებს ზაპრეშაიუ კარმიჩისკიულ პერებროსკებს ხო და ყველაფერი დისტრუქტივები ნეგატივები აბნულაიცა ატმინე პადალში აბრატნა უკან ყველამ თავის კარმებზე აგოს პასუხი სხვისი პრობლემები, ჩემი პრობლემები არ არის. სხვისი კარმები, ჩემი კარმები არ არის. სხვისი ასე ვთქვათ, აბდაუბდები, ჩემი აბდაუბდები არ არის. так, ესე და ანუ და ასე ვთქვათ, ორივე მხარე იცავს დისტანციას, ანეიტრალებს რაღაცა ამ მანიპულატორობებს, ეგრეგერიან მანიპულატორობებს თუ ბესურსერულ არხონტურ მანიპულატორობებს თუ ჩერეჩერეზა მანიპულატორობებს, რომ ასე ვთქვათ, დაიცვან თავიანთი თავი, თავიანთი სული, თავიანთი იზობილიები და ეხლა ბოტები კი არა ვჭამთ ერთმანეთს. და სულები კი არა ვჭამთ ერთმანეთს. ინტერფერენტები, ანუ ნახები, ავისულები, ავიძალები გვჭამენ. ეს ჩვენც არ ვიცით როგორ ხდება ეხლა ვერ წარმოიდგენს ადამიანი ეს როგორ ხდება, მაგრამ არის ესეთი რაღაც. ხო ეხლა თუ დააზიანა ისახლი არ მანქანა, ხო, როცა ექნება ფული ან აზღაურებს, ან გაიქცევა, ან დაიმალება და ან ტელეფონს გათიშავს და რაღაცა, ის მატერიალური ზიანი სხვა რაღაცა. მე ვიძახი სულიერ ზიანზე. სულიერად ეხლა ჩემ მაგალითად მე მაქვს რაღაცა ტელეფონი ჩემ სახელზე, რა ქვია, ჩემ სახელზე ასე ვთქვათ, ვიყიდე ტელეფონი, ხო, ჩემ სახელზეა ეს ტელეფონი და ვათხოვე ვიღაცას, ან მივაქირავე ვიღაცას, ან ჩემ სახელზე ნაყიდი ტელეფონი ვაჩუქე რაღაცას ვიღაცას და ეს ამ ტელეფონს ხმარობს, ნუ ლაპარაკობს, SMS-ავს, WhatsApp-ი აქვს, Viber-ი აქვს, ყველაფერი აქვს, Facebook-ი აქვს. ეხლა იმან იცის, რომ აი იმ ადამიანმა ეს ტელეფონი მათხოვა, მეც ვიცი, რომ ეს ჩემს სახელზე გაფორმებული ტელეფონი ვათხოვე იმას, ან ვაჩუქე იმას, ხო? აემ ჩერეზ აემ ურთიერთობა ბალანსი რო გაკეთდეს და ნეგატივებები რო არ გაკეთდეს და აემ ესეთი ურთიერთობებით კრადნიკობები რო არ გაკეთდეს და პერებროსაობები და თამკატატაგობარების თამაშობები რო გაითიშონ ეს მოთამაშე პარაზიტები რო გაითიშონ ორივე მხარემ ამ ერთმა მხარემ მაინც უნდა თქვას რომ თუ ეს ვაჩუქე ან ვათხოვე ჩემთვისაც სასიკეთოდ დისტრუქციები ატკლუ ჩაეცა ზაპრეშაი ჩერეს ჩემი ნივთით ნამინა ზლოლიხა პლოხა ვლიანიებს ასევე მეორე მხარეს ჩერეს სხვისი ნივთით
იმ მხარესაც, მეორე მხარესაც უნდა განაცხადოს, რომ აი ჩერეს ხვისი ნივთით ზლოლი ხაპლოხა ვლიანებს ზაპრეშაიუს სეხილულ უხილავ პარაზიტებს. ფულიც იგივე ნივთია. ფულს რა ქვია, ჩერეს ჩემი ფულით რა ქვია, აი ფულს ვიხდი ხო რაღაცაში, ხო ჩერეს ჩემი ფულით ასე ვთქვათ, ჩემი იზობილიები რჩება ჩემთან, დისტრუქტივები ნიკაკნევლიაიუდ. ან სხვისგან ვიღებ ხო ფულს, სხვისგან ვიღებ ფულს, ფულიც იგივე ნივთია. სხვისგან ვიღებ ფულს, ან სხვა მაჩუკა ფული, ან სხვა მათხოვა ფული, აჰა ეს ჩადე ბიზნესში, გამოიყენე, აჰა ეს ჩადე მანქანაში, გამოიყენე, ხო? აი ვითხოვე, ვისესხე ფული, ხო? ჩერეს ხვისი ფული ძლონი კაკნე დესტოეტა. ჩემი იზობილიები ხელშეუხებელია, სულიერი იზობილიებზე მაგ ლაპარაკი, თორე თუ შეუჭამეს ერთმანეთს ფულები, მატერიალური ფულები, ეგ სხვა რაღაცა, ეგ სხვა თემა, ეგ თემა ყველა მიცის. ხო, ანუ ჩერეს ჩემი ნივთები, ჩერეს ჩემი სახლები, ჩერეს ჩემი საკუთრებები, ჩერეს ჩემი ფულები, ჩემი ნივთები, ჩემი ასე ვთქვათ, ან ვიგირავენ, ვიქირავიან, გავაქირავიან, გამოვეკირავი, ასეთი ურთიერთობებით. Деструктивები никак не влияют. Негативები никак не влияют. Только отключаются. და ნეიტრალურდება, ბალანსიროვდება, გარმონიულდება, კლინარავდება, ყველაფერი. ვაბლაგა ჩემთვის, ვაბლაგა სხვისთვის, ვაბლაგა ჩვენთვის, ვაბლაგა ერთმანეთისთვის. ჩვენი სულიერი იზობილიები ხელშეუხებელია. ზაპრეშაიუ ჩვენ ბესებს თუ ჩვენ პარაზიტებს თუ ჩვენ ავსულებს თუ სხვა ავსულებს თუ ჩერეს ავსულებს ნანა ზლოლი ხაპლოხავლიაც. დავსე კარმები და კარმიჩესკეოლე პერებროსკები და ავისულები და ავიძალები აბნურეცა ატკლუჩაეცა штрафируется жигаются და ვიგანаются ატმინია პადალში ატნას პადალში სილა მაევო ნამერერია ჩემი ვოლის ნების ძალა უფლებით ჩემი ვოლის ნების ძალა უფლებით ხო, ეს ასე არის, так, ეს თემა დავხუროთ ახლა. დაიხურა ეს თემა. ეხლა მეორე თემა რა არის, ასე ვთქვათ, აი ლოდინი და აი ელოდება ადამიანი რაღაცა ის კაი სამსახური უნდა ვიპოვო, კაი აი იმედი აქვს რაღაცა, აი ადამიანს იმედი ყოველთვის აქვს. მაგრამ უნდა ქონდეს ყოველთვის ადამიანს თავისი იმედი. მერე ლოდინი რა არის? აი არავის და არაფერს არ უნდა ელოდოს ადამიანი. უნდა იცხოვროს მომენტის ძესისი ჩას. რატო უნდა იცხოვროს მომენტის ძესისი ჩას? აი ელოდები რაღაცას და ელოდები და ამ დროს იხსნება პარტალები და არ ვარგა ეს ზედმეტი ლოდინი, ზედმეტი რაღაცა, ზედმეტი ისა. არაუშავრა ეხლა ვითომ კაი სამსახურს ელოდები, ან ვითომ ძმაკაც, აჰა, აი დავუშვათ ეხლა ახსნი. ამ ყველაფერს რომ დავუშვათ ეხლა ელოდები ძმაკაც ან დაქალს რომ მოვიდეს ეს ძმაკაცი სტუმრად. ელოდები, არ მოდის ეს ძმაკაცი. არ ჩამოვიდა იმ ამერიკიდან, ან იმ საფრანგეთიდან. იძახის რომ 1 თვის მერე ჩამოვალ, 2 თვის მერე ჩამოვალ, 3 თვის ეს ჩვენ ბიოსისტემები ფიქრობთ რომ მერე რა ეხლა ჩამოაბა საწავა კაცო, ჩემი ძმაკაცია, ჩემი დაკალია, ჩემი ცოლია, ჩემი ჩემი ქმარია და ჩამოვა აბა ეხლა და ელოდება ეხლა ამ ფულს როდის გამოუგზავნიან, ან ქირას როდის მისცემენ, ან საშემოსავლოს როდის მისცემენ, ელოდება ეხლა ეს ადამიანი. ან ხელფას როდის მისცემენ, ელოდება ამ ხელფასის აღებას, ხო ელოდება. აქ ხდება ასე ვთქვათ დროზე თამაში. არ უნდა ელოდო არაფერი.
შეეკითხე, აი, მოდი ხარ? აი, გიდ რაღაცა ვითომ მოგატყუა, ხო, მოვდივარ, აი, ხო, ვითომ ელოდები, всё, დაანებე იმას თავი, ის ან ხელფას მოვცემ. ხო, აი დღეს არა ხვალ მოგცემ, აი ხვალ ნერვიულობს სხვა ადამიანი, ხო დაანებე ეს ნერვებზე თამაში, დროზე თამაში, ფსიქიკაზე თამაში, ემოციებზე თამაში. ხო და ადამიანმა არ უნდა რომ ასე ვთქვათ, აი მოტყუილივით გამოვიდა, ხო, მოგატყვასავით, ხო? მოგატყვასავით, ხო? ადამიანმა უნდა თქვას, რომ ვერაფერს ვერ მომატყვე, მე იქით მოვატყვე, არაფერსაც არ ველოდები, არავისაც არ ველოდები, არ უნდა იჯავროს. თუ არ მომცემს ხელფას, აი დარდები, თუ არ მომცემს ფულს, აი დარდები, ჩემი დრო ჩემთან რჩება, ხელშეუხებელია, ჩემი ნერვები ხელშეუხებელია, ჩემი იზობირიები ხელშეუხებელია, ჩემი ემოციები ხელშეუხებელია, ვერავინ ვერ გამათამაშებს ვერც ნერვებზე, ვერც ასე ვთქვათ, ნუ ვერავინ ვერ გამათამაშებს ემოციურად. რატო უნდა ველოდო მე ვიღაცას, თუ არ მომცემს ხელფას, აი დარდები, წავარ სხვა სამსახურში, თუ არ მომცემს, ეხლა თუ არ ჩამოვა და თუ არ მოვა სტუმრად, აი დარდები. ივსო, მომენტალურად უნდა მოხდეს აქ ურთიერთობის გაწყვეტა. თუ მოვა ხო კაია, დასხდებით იჭორავე, თუ ხელფას მოგცემენ ხო კაია, წახვალ ამ ხელფას დახარჯავ, კაი რაღაცეებს იყიდი, თუ რა ქვია ჩამოვიდა ამერიკიდან და იმიდან რა ქვია საზღვარგარეთიდან სტუმარი ხო კაია, დასხდებით იჭორავებთ, გაისეენებთ, გამოისეენებთ, რაღაცა ძმაკაცობა და კალობა, ეს ყველაფერი კაია. მაგრამ რო გატყუებს ადამიანი რაღაცას ხო არ ხელფაში, აი მოტყუილივით რო გამოსდის რა, არ უნდა რომ მოგატყუოს, მაგრამ რაღაცა ტყუილივით გამოსდის მაინც, აი ხვალ ჩამოვა და გალოდინებს, ხო? აი უნდა თქვას ადამიანმა რომ არც არავის არ ველოდები, არც არავის არ რა ქვია, არც არავის არ დარდობ, არც არავის არ ჯავრობ, თუ არ უნდა ანურც მოვა. всё, გაწყდება ისა პარაზიტული რაღაცები, იქ მოშორდება ადამიანს უცბად ხუწუჩი. და პარაზიტული ბლოკები მოშორდება ადამიანს ხუწუჩი. თვითონ იჯავროს იქით იმან თუ არც მოვა, თვითონ იჯავროს იმან იქით თუ არც ასე ვთქვათ მომიტანს ფულს, თვითონ იჯავროს იმან იქით თუ არც ასე ვთქვათ მესტუმრება, თვითონ იჯავროს იმან იქით თუ არც დამაფასებს და ასე შემდეგ რაღაცა თავისთვის პოზიტიურად უნდა შეცვალოს, იმიტომ რომ არის ეხლა ბევრი რაღაცა ნიუანსები, რომ ადამიანი ელოდება ვიღაცას და ხან ერთი ფანჯრიდან გადაიყუდება, იყურება, მოვა, არ მოვა, ხან ტელეფონზე რეკავს, მოვა, არ მოვა, ხან ქუჩაში გადის, გამოდის, სტუმარი მოვა, არ მოვა, ამ დროს რამდენი დრო და რამდენი ვამპირდება ადამიანი უკვე ამით. და რო არ გაიხსნას ეს მოლოდინისა და იმების, რა ქვია, პარტალები, და იმედი რომ არ გაუცრუდეს ადამიანს, ამიტომ არავისი მოლოდინი არ არის საჭირო და თუ მოვა, თუ არა და თვითონ იდარდოს, თუ არც მოვიდა. აი ეს, всё. არავინ არავისი მოსატყუებელი არ არის, ყველა მოატყუოს თავისი თავი. აი ესე, всё. ადამიანი ადამიანს რო დაპირდება, ფულს მოგიტან, ხელფას მოგცემ და არ შეასრულებს იმას. არ შეასრულა ხო პირობა? აი თავისი კარმა, თავისი ცოდვა თვითონ აგოს იმან პასუხი. რა ქვია, არ მაინტერესებს მე მატერიალური ტყუილიც კიდე, მატერიალურ ტყუილზე კიდეც უკვე სულიერად იმ უნდა აგოს პასუხი, ენერგეტიკულად უნდა აგოს პასუხი და ალოდინებს, ატყუებს ადამიანს და იმაშრება ადამიანს, რა ქვია, ამაიმუნებს, ამაწყრებს, ვითომ ხო არის ეგეთი რაღაცა ნიუანსები რა.
ჯობი კაია რო ეხლა ბევრს აქვს იმისი შნოდა უნარი რომ თავი დაიცვას და არავის იმედი არ კონდეს არავის ისა იქნება ის სადღაცა მუშაობ მაგრამ იქნება ის სახელმწიფო გაკოტრდა და ვეღარ მომცა ფული იქნება ის ოფისი გაკოტრდა და ვეღარ მომცა ფული ვიღაცისაგან ფული აქვს მოსატანი რაღაცა მაგრამ იქნება ის ვიღაცა გაკოტრდა და ვეღარ არო ადამიანს არავის იმედი და არავის ლოდინის ის არ უნდა კონდეს მაგრამ აი უმიზეზოდ ადამიანს რო ალოდინებ, იმედს რო აძლევ, რაღაცას რო პირდები და იმას რო არაკეთებ და აი დღეს არა ხვალ, ეგ უკვე ენერგო ვამპირობა. აი მაგ დროს ადამიანმა უკვე დაიცვას თავისი თავი და უნდა თქვას რომ ყველაფერი დისტრუქციები ატკლუ ჩაეცა, ვამპირები ატკლუ ჩაეცა, ჩემი დრო, ჩემი იზობირები ხელშეუხებელია, კატატაგობანის თამაშობები ატკლუ ჩაეცა, ვინც ასე ვთქვათ, რაც ასე ვთქვათ, ხო მიზეზად, უმისეზოდ, ცნობიერად, გაუცნობიერებლად თუ რაღაცა ასე ვთქვათ, მატყუებს რაღაცაში პირობას მაძლევს და არაკეთებს ამას ან რა ქვია მალოდინებს ხო ტყუილად ხო რაღაცა საქმეში, რაღაცა მიმოსვლაში, რაღაცა ურთიერთობაში, რაღაცა გაგებაში, რაღაცა ამბავში მალოდინებს ხო? ტყუილად. აი მან პასუხი უნდა აგოს თავის ავსაქციელებზე. და ვალდებული არის ან შემეშვას მომშორდეს, ან სიკეთე გამიკეთოს, თუ სიკეთეს ვერ მოიკეთებს კიდე მომშორდეს, გააჯვას, გასრიალდეს. და მიანმა უნდა იფიქროს ის რომ ჩემი სულიერი იზობირიები რჩება ჩემ თავს, ჩემი დრო ხელშეუხებელია, ჩემი სულის დრო ხელშეუხებელია, ჩემი ბალანსირება ხელშეუხებელია. ზაპრეშაიო ყველა ძმაკაცებს, დაქალებს, იმებს, ამებს, ფულისტებს, მულისტებს, ძველმოდურებს, ახალმოდურებს, რა ურთიერთობა აქვს ადამიანს არ ვიცი, ზაპრეშავი ნამინია ზლოლიხა პლოხავლიაც. ზიანი მომაყენა მატერიალურად, სულიერად, ფსიქიკურად, ანუ ემოციურად, ხო, ან ნერვოზი დამართა, ხო? ამინაზღაურებს ამ ზიანს ენერგეტიკულად. და არისას, იმიტომ რომ მე ესე მინდა. არავისი სათამაშო არა ვარ, всё. აი ეს უნდა განაცხადოს ადამიანმა. და არავის არ უნდა ელოდოს ადამიანი. და მე ფანჯრებში რო იყურება და საერთოდ ეხლა ფანჯრებში რო იყურება ხო და ელოდება ამას ხო უნდა დაკეტოს ეს ფანჯრები აქედან იხსნება პარტალები უნდა დაკეტოს კი არა ღია იყოს ფანჯრები გაანიაოს მაგრამ ფსიქოლოგიურად მაინც ეხლა მენტალიტეტურად დაკეტოს ეს კი ველოდები ვიღაცას მაგრამ აი დარდი თუ არც მოვა ფანჯრების დაკეტილია ზალათი ეფილტრებით კარებების დაკეტილია ზალათი ეფილტრებით თუ მოვა ზლო ვერ შემოვა თუ არც მოვა და მაინც არ შემოვა ზლო გესტუმრა ხო ჭკვიანი კი არა და უიმე თავი ავტკივდა გესტუმრა ხო ისა რა ქვია რა ცუდი აურა აქვს და მეზობლებს რა აბნულაეცა მეზობლების დისტრუქციები რიარია აქვს და რიარიები ატკლუ ჩაეცა იყო სიწყნარე მოვითხოვ სიწყნარეს всё, ეხლა დაუშვათ, ეხლა გესტუმრა ხო სტუმარი ხო, უნდა თქვა რომ სტუმარო, მოდიხარ კაი ხელით, კაი ფეხით. ჩერეს სტუმარით, ლავუშნიკები, ბოროტები, ავები, ქურდები ვერ მოდიან. всё. მერე უნდა ასე ვთქვათ, მოატყუო იმის ინტერფერენტები. ხოვითო მელოდები ამ სტუმარს. უნდა უთხრა რომ აი ეხლა მე ადამიანს პატივს ავცემ კი ბატონო მაგრამ ეხლა იმის სურს კაი ამბები აქვს ცუდ ამბები აქვს კაი ამბებშია ცუდ ამბებშია ვერავინ ვერ გაიგებს ეხლა რა ოპიტებს გადიან ეს სულები არიან სხვა გაგების ადამიანები ვარ სხვა გაგების ჩვენი სულები არიან სხვა გაგების
მით უმეტეს ეხლა დღევანდელ ცხოვრებაში კარმიჩისკიული უძლების მოხსნას არავინ არ აცდილობს. კი ეხლა ცოდების მონანიებას და გამოსწორებას ცდილობენ, მაგრამ მარტო ცოდების მონანიება და მარტო გამოსწორება ეგ არის 20% საქმე გააკეთე. 20%. დანარჩენი 80% ხო უნდა გააკეთოს ადამიანმა კიდე იქ ბევრი რაღაცა გასაკეთებელი იქ სულიერ სამყაროებში. ხო და ელოდები ეხლა კაცო აი კაი სტუმარი მოგდის რა და გიხარია ეს სტუმარი აი ბევრი ფული უნდა მოგიტანოს ან დიდი ხანი არ რაღაცა, მაგრამ უნდა მაინც განაცხადო რომ მე ჩემ ბიოპოლში ვარ ზაშიტული და აი სტუმარო ზაპრეშაიუ შენსა და შენს ასე ვთქვათ ან იგივე მე მოკირაჯე, მე პატრონე, მანქანის მოკირაჯე, ოფისის მოკირაჯე, ოფისის მე პატრონო, ზაპრეშაიუ დიდ პატივს აქცევ, მაგრამ ზაპრეშაიუ ჩემ მე ვერ დამავამპირებ, მე ასე ვთქვათ, მე ვერ დამაკრადნიკებ, მე ვერ დამაზომბირებ. ეხლა საზღვარგარეთ რო გადადის ადამიანი მიდის მოდის ადიარა რა გადაედო რა გადმოედო 1000 ნიუანსებია 1000 ეგრეგერებია და ვერ მოხდება ვერ გააკეთე პერეკლატკაობას პატკლატკაობას მოყვა ლამაზა წახვა ლამაზა ჩემი ენერგიები ჩემ ტაჩება ჩემი ჯანმრთელობა ხელშეუხებელია ჩემი საზრანია პაცაზრანია ხელშეუხებელია ჩემი სულიერი საკუთრება ხელშეუხებელია ჩემი მატერიალური საკუთრება ხელშეუხებელია ჩემი იზობირია ხელშეუხებელია მცდელობა იქნება თუ ასე ვთქვათ რა იქნება ყველაფერი ბუდუთ 10 კულჩაცა აბნულაცა ჩემთვის ვაბლაგა ერთმანეთისათვის ვაბლაგა რო კარმიჩისკიული უძლები რა ქვია გადმობრალება არ მოხდეს всё зло никак не заходит კარები დაკეტილია ზალატოი ფილტრებით პაჟები დაკეტილია ზალატოი ფილტრებით უნდა მოატყო იმის ინტერფერენტები ეხლა 1000 ადამიანთან არის ურთიერთობა და 1000 რაღაცა ხდება მოდიან მიდიან ეს რა ქვია ბიორობოტები სულები გადადიან გადმოდიან ნუ ეხლა მარიანეტკაობენ და ნუ ვერ დაუშლით ამ სამყაროს არის ცოცხლო ყველას უნდა ეს რაღაცა ევოლუცია ხო და ამიტომ რა ქვია პაზაკონუს სვაბოდა ვოლა დუშის ზაკონით ასე ვთქვათ ზესი სიჩას რა ქვია ზესი სიჩაზე მინდოდა მე თქვა კიდე ხო ანუ ზესი სიჩას მომენტალურად ସେ დისტრუქციები ატყული ჩაეცა თუ მოვიდა სტუმარი და დაუშვათ იმ სტუმარმა არიცის ეხლა რა ყავს ვინ ყავს ვისი შნირია ვინ ამარიანი ატკავებს ხო და უნდა რაღაცა მაინც მოხდა ხო ადამიანმა გააცილებს სასტუმარს უნდა უთხრას მოშორდებიან ერთმანეთს უნდა უთხრან რომ ჩვენი ურთიერთობა ნეიტრალურდება все перекладкები პატკლატკები აბნულაეცა все кармические узлები აბნულაეცა все приватские присоцкები აბნულაეცა ურთიერთობებზე ენერგოინფორმაციულ კანალებზე ურთიერთობებზე времени линиებზე становится золотые ультрафиолетовые фильтрები და ჩერეს ჩვენი ურთიერთობებით დისტრუქციები ნეგატივები ვერ ვლიაიუთ ნიკაკნე დასწიგაიუთ ნიკაკნე ეს თამაშები ატყლუ ჩაეცა მანიაკური ვამპირული თამაშები ატყლუ ჩაეცა ჩორტიკები მორტიკები ავისულები ავიძა ეთამაშო თავიან დებილ თავებს ატნას დვარცებისაგან ვონაცუდა აი ესე უნდა თქვას განაცხადოს ადამიანი მე ვარ დვარეცი და ზაპრეშაიუ ყველა ასე ვთქვათ მანიპულატორნიკებს ნეგატივობას всё ეხლა ზაკრივაეცა ეს თემა ეხლა რა მიდოდა ხო ეს რა ქვია და არის ასე
ეხლა რა ქვია. ხო, ანუ ეხლა რა ქვია, აი ჩვენ მაგალითად ეს ძესისი ჩას, რომ არის ეს რა ქვია ხო, პაზაკონუს ძესისი ჩას. პაზაკონუს ძესისი ჩას, დაუშვათ ეხლა პაზაკონუს ძესისი ჩას. ხო, რა მინდოდა მე თქვა, პაზაკონუს ძესისი ჩას, ესე იგი, რომ არის ისეთი გაგება, რომ დაუშვათ ეხლა ჩვენ მაგალითად ისა, დაბადებიდან ვართ, რა ქვია, სულ ამ გაფორმება, გადაფორმება, აღრიცხვები, ხელმოწერები, ხელგაწერები, დაქორწინებები, გაყრები, ასე შემდეგ და ეს ბანკშიც რო შედიხარ და რაღაცა იქ უნდა უკარნახო სახელი, გვარი, პასპორტი, მისამართი, სადახარ, სადაც ცხოვრობ, ვისთან ცხოვრობ, რატო ცხოვრობ, ანუ ეს ყველაფერი ჩანაწერები, ანუ ეს რას ეძახიან ამას, ეს არის ისა რა ქვია ანტიფაქტები და ხელნაწერები და სლედები და ანაბეჭდები. ანუ ადამიანი ეხლა დაბადებიდან სკოლაში, ბაღში, ესა, ვისი დედა, ვისი მამა, რაღაცა ესა, იმ რაღაცა, ანაბეჭდები აქვს. ყველგან გაიზარდა, მერე ხან იქ მივიდა, ხან სკოლაში შევიდა, სკოლიდან კოლეჯში შევიდა, კოლეჯიდან უნივერსიტეტში, უნივერსიტეტიდან რა ვიცი, სპორტ ზალში შევიდა, იქაც აღრიცხვაზე გაიყვანეს, ან საცურაო წავიდა, იქაც აღრიცხვა და ყველგან არის ეს რაღაცა, ხო? კერძო ფინანსები აქვს, დარეგისტრირდა საბანკო იმეებში დარეგისტრირდა, თამაშობს, ფისოებს, ან თოფებს თამაშობს, ინტერნეტ თამაშობს, ინტერნეტ თამაშობს და დარეგისტრირდა, ამ ფეისბუქებზე და ამ ადუნოებშიც ხო დარეგისტრირდა. ანუ ყველგან რაღაცას ვარეგისტრირებთ, ხო, სახელი გვარი, ყველგან ითხოვენ ამ ჩვენ სახელსა და გვარს, ვეღარავის დაემალები, ადრე ვიმალებოდით. მაგრამ ხანდახან დღეს უკვე ვეღარ დაემალები, ეხლა დასამალი რა არის? ცოცხალი ადამიანები ვართ, არავის არ ავკურდათ, არავის არ ავჭავთ, არავის არ ვაყაჭაღებთ, არავის არ ცემთ, კლავთ, დაიმალონ ბოროტები. ჩვენ დასამალი რა გვაქვს, მაგრამ პროსტა ხო ყველგან ვრეგისტრირდებით. რა ის უნდა მეშინოდეს და რატო უნდა მეშინოდეს? ეს მატრიცა და ეს სახელმწიფო მეკუთვნის მე. ჩასაცმელს მე კი არ უნდა მოვერგო, ჩასაცმელი უნდა მოვირგო. სახელმწიფოს კი არ უნდა მოვერგო, სახელმწიფო უნდა მომერგოს მე. აი ადამიანის სწორი აზროვნება. მე არ ვიცი რომ არ უნდა დავაზარავო არც სახელმწიფო, არც შინაური, არც გარეული, არც კერძოპირი, არც პატარა, არც დიდი, არც უმცროსი, არც უფროსი და მაგრამ მე ვიცავ ჩემს ასე ვთქვათ პრინციპებს, ჩემს ასე ვთქვათ რა ქვია თავს ვიზღვევ, ვიცავ ჩემს უფლებებს, ჩემს ნებას ვიცავ, ჩემს იმას ვიცავ, რა ქვია გრანიცებს. და მე არავარ ვარდებული ვიღაცებს მოვერგო. ისინი უნდა მოვირგო მე. იმ ხრივ აი დაუშვათ ეს რისთვის მჭირდება? ამისთვის მჭირდება? აი ეს ადამიანი კაი ადამიანია, დაველაპარაკო. აი ცუდი ადამიანია, მოვერიდო. აი ესე ხდება მატრიცულ რობოტულად გადაწყვეტა, გადმოწყვეტა, ესე ხდება. ეხლა ჩვენ ადამიანები, ბიორობოტები, ბიოსისტემები უფრო ადვილად, მომენტალურად, ინსტინქტურად გრძნობთ რაღაცას და უფრო მომენტალურად წყვეტავთ რაღაცას, მაგრამ მატრიცაში ეს ხდება რაღაცა სხვანაირად. ამიტომ ეს მატრიცა უნდა მოვირგოთ ჩვენებურად. აი ეს ბანკი ხო, ბანკში შევიდა, დარეგისტრირდა და გაუხარდა.
ჯერ კითხოს თავის თავს ბანკში დარეგისტრირება საჭიროა? რა ქვია, Facebook-ზე დარეგისტრირება საჭიროა? Facebook-ს უნდა მოვირგო, მე Facebook-ი უნდა გამოვიყენო ჩემთვის სასარგებლოდ. რა ქვია, ბანკი უნდა გამოვიყენო ჩემთვის სასარგებლოდ. ყველაფერი უნდა გამოვიყენო ჩემ დრო ხედავ რომ იმ ბანკს იმ კაზინოებში რომ შედიან, კიდე იმ კაზინოს რომ ხედავს ის ადამიანი რომ ვერ იყენებს თავისთვის სასარგებლოდ და შეუძრა ამ კაზინოს ბოდიში და ტრაქში, არ შეიძლება ესე რა, უნდა ვერ ფიქრობს, ხო? ჩაუყარა იმ კაზინოს ფულები იქა. ჩემ განშორს, ყველას განშორს. ჩვენი ფულები და ჩვენი ზობილიები ჩვენ დარჩება. და ამიტომ ეს რაღაცა ესა ეხლა და დარეგისტრირებულები ვართ ყველგან რა და ეს რეგისტრაციები, ხო, რეგისტრაციები უნდა მოვირგოთ ჩვენთვის სასარგებლოდ. მაგრამ ამ რეგისტრაციებს აქვთ რა ნიუანსი, აი ეხლა ბესები გვატყუებენ დროში, ბესები გვატყუებენ ეს ანუნახები გვატყუებენ დროში. გვატყუებენ ვაპლაშენიებში, გვატყუებენ სივრცეებში, გვატყუებენ მიმეჟვირიებში, პარტალებში, აღარ იციან რა მანიპულატორებები გააკეთო რამებაზო. აი, ხედავ, შენ აქ ხარ დარეგისტრირებული. ეს რეგისტრაცია ისევ აქ არის. არ წაგიშრია ეს რეგისტრაცია, ამიტომ შენი ენერგიები, რა ქვია, რაღაცა ის სკოლა გაიარა ადამიანმა, ხო, დაუშვათ, ხო, სკოლა გაიარა და რა ქვია, იყო დარეგისტრირებული ამ სკოლაში, მაგრამ გაიარა ის სკოლა. ამიტომ ადამიანმა აი ტელეპათიურად, მენტალურად უნდა განაცხადოს, რომ მე დავხურე, ყველა მიცის რომ დავამთავრეთ სკოლა. და აბნულა იმ სკოლაში, აი რაღაც ტელეპათიურად რა, სულიერად რა, აბნულა იმ სკოლაში ჩემს დაუშვათ ჩანაწერებს, ჩემს შესახებ ჩანაწერებს, ჩემს შესახებ აღრიცხვებს, ჩემს შესახებ ხელმოწერებს აბნულა, ჩემს ანაბეჭდებს აბნულაიო, ჩემს ასე სლედებს აბნულაიო იმ სკოლაში და თუ დარჩა იქ ჩემი სლედები და ჩემი რაღაცეები ხელშეუხებელია. თუ დარჩა ხელშეუხებელია. ბანკში ვარ დარეგისტრირებული და არის ხო ეს დარეგისტრაციება, თუ არის ეს რეგისტრატურა მატერიალურ მირებში რაღაცა, ეს ხელშეუხებელია ზაპრეშაიუ ჩემ ასე ვთქვათ რეგისტრაციებზე, ხელმოწერებზე, შეთანხმებებზე რაღაცა პროციმენია, ზლომენია გამოყენება ზაპრეშაიუ. ან კიდე იქით მოატყუოს დაუშვათ ეს ანუნახები და ეს ბესები დაუშვათ იქით მოატყუოს, რომ დაუშვათ კი ეხლა მე სკოლაში დავრეგისტრირდი დროებით, ყველა ვიცით რომ რეგისტრაცია იქ დროებით არის, მაგრამ იქ არხივებში და იქ ინახება ყველაფერი ნეტა რა თუნდაც არ ვიცი, მაგრამ ეტყობა უნდათ. რა თუნდაც არ ვიცი, მაგრამ რა ვიცი, უნდათ ეხლა არა, საჭიროა ისე ადამიანმა გამოიძიოს, მოიძიოს ჟურნალისტებმა და პოლიციელებმა ამოიღონ ინფორმაციები, ვინსაც სწავლობდა, ვინ რა იყო, ვინ ვისი ქმარი იყო, ვინ ვისი წოლი იყო, გაეყარნენ ესენი ერთმანეთს და ეხლა ყოფილებს ეძახიან ერთმანეთს, ყოფილი ბოյფრენდები. ხო და ასე რომ ეს ადამიანმა უნდა განაცხადოს, რომ თქვას რა თავისთვის, თავის მატრიცაში, თავის ბიოველში და საერთოდ უნდა განაცხადოს, რა ქვია, პრასტრანსტვაში, რომ მე დროებით ვარ დარეგისტრირებული აქ, დროებით ვიყავი დარეგისტრირებული იქ, ან დროებით ვარ დარეგისტრირებული 9 ადგილზე, ზოგ სახლი აქაც აქ, დაუშვა ბათუმშიც აქ სახლი, ზოგ სახლი საქართველოს მოქალაქეცაა, ამერიკის მოქალაქეცაა, რუსეთის მოქალაქეცაა და ასე შემდეგ, ხო, ზოგი რა ვიცი ეხლა, ყველგან არიან დარეგისტრირებული და ყველას რაღაცას ცდილობს. მაგას ვერ დაუშვი ადამიანს, არ შეეცადო და არ იცოცხლო, ვერავის ვერ დაუშვი. ყველა ვითარდება თავისებურად. უნდა თქვას ადამიანმა, რომ აი კი ეხლა აი ზოგს 1 მანქანა ყავს გაფორმებული, ზოგს 9 მანქანა ყავს გაფორმებული, ხო, თავის სახელზე, ხო?
ზოგს ერთი სახლია გაფორმებული, ზოგს დაჩებიცაა გაფორმებული თავის სახელზე, ხო? ანუ ეს კი ბატონო, ეს რაღაცა აქ დარეგისტრირებული ვარ, დროებით ეს რაღაცა, მოხდა ეს რეგისტრაცია, გაფორმება, მიფორმება, შეძენა, საკუთრება, კი რა, არა აქვს მნიშვნელობა რა მოხდა, შესწავლა, სკოლა, უნივერსიტეტი თუ დიპლომები თუ რაღაცები, მაგრამ ეს ხდება მომენტში დროებითად და დროებითად მხოლოდ ჩემთვის სასარგებლოდ. და როცა მინდა ამას მე მომენტალურად გავაუქმებ. როცა მინდა გავაუქმებ, всё, ყავდა მანქანა, აღარ არის მანქანა ჩემი. გავყიდე ის მანქანა. მაგრამ ის მანქანა ხო იყო გაფორმებული ჩემზე, კიდე ის რაღაცა, ხო, აი ეს გავაუქმე. დავამთავრე სკოლა, აღარა ვარ მე სკოლაში, დავამთავრე უნივერსიტეტი, აღარა ვარ მე უნივერსიტეტში, მაგრამ იქ მაინც არის ის აღრიცხვა, ხო? ანუ იყო ეს დროებითად, მაგრამ ვისწავლე აქ დროებითად, ჩემთვის ვაბლაგა. მაგრამ რა ქვია, როცა მინდა ამას დაუშვათ შევცვლი. როცა მინდა შევცვლი, გავანულებ, გავაუქმებ და თუ დაუშვათ საჭირო გახდება ჩემი სულიერი ევოლუციისათვის, როცა მინდა გავანულებ. გავაუქმებ ამ რეგისტრაციას, განა მივალ ახლა მე იქ და რეგისტრატორებს კი არ დავირბენ და რეგისტრატორებს კი არ ფიზიკურად კი არ დავირბენ. ტელეპათიურად, მენტალურად გამოვითხოვ ჩემს რეგისტრატორებს თუ დაბადებიდან დღემდე რამე რეგისტრატურა, ჩანაწერია, ანაბეჭდია, სლედებია ჩემს შესახებ, შეთანხმებებია, დაგավորებია ჩემს შესახებ. მოვითხოვ, განულდეს, გაბათილდეს. იმიტომ რომ მე დღეს კანონით მომენტეს ძესისი ჩას ვარ ამ მომენტში, ვარ გაყრილი დაუშვათ. ვარ დავამთავრე მაგალითად კოლეჯი, გინდაც ახლა 9 სახლი მქონდეს, ხო? და ვარ 9 მანქანა მყავდეს, ხო? ან 9 საშაურმე მქონდეს გახსნილი, ან 9 საბილიარდე, ან 9 კაზინო მქონდეს გახსნილი, ან რაღაცა, ხო? ან პრეზიდენტი ვიყო და ყველაფერი, რა ქვია, ნუ პრეზიდენტს რა აქვს თავის სახელზე გაკეთებული, ეგაც არ ვიცი. ნუ არც მაინტერესებს, ღმერთმა ყველა თავის ამბავში გაუმარჯოს და თავის გაგებაში გაუმარჯოს და თავის ევოლუციაში გაუმარჯოს, მე არავის არ ვეხები. მე პროსტა რაზე ვფიქრობ ახლა და ვეღარ მივედი იმამდე რომ დავასრულო, დავიღალ ერთი. ხო რა, ანუ ეს რეგისტრაციები არის 0 წამიერი, 0 წუთიერი, 0 მომენტიანი, ანუ რო არ მოგვატყუონ ისა პარაზიტებმა რაღაცები, უნდა ვთქვათ, რომ ეს რეგისტრაციები, შეთანხმებები, რაღაცა დაგավորები, რა ქვია, უნდა გავანულო, არის 0 ვადიანი, ვადო ვარ მე, მარადიული ვარ მხოლოდ მე, ეს რეგისტრაციები მხოლოდ ჩემი სულია მარადიული, ანუ რისი თქმა მინდა, რომ აწდა მანანის, რომ ინძახიან, რა და მარადის არაფერი არ არსებობს, არსებობს კოსმო კანონის ძესისი ჩას მომენტე და რატომ მომენტი, რომ მე დღეს აქა ვარ, გლდანში ვარ, საქართველოში ვარ, მე არა ვარ სადღაც, არა ვარ იმ სკოლაში, არა ვარ იმ ბინაში, ის ბინაში დაუშვა დროებით სხვა არის, არა ვარ იმ კაზინოში, მე დღეს აქა ვარ, სახლში ვარ ახლა, კაცო. რატო უნდა მქონდეს მე ამდენი რეგისტრაციები, ამდენი ქსელები, ამდენი არხები, ამდენი პრივატსკები, პრისოსკები, რაღაცეები, რომ ენერგია გამომეცალოს, ეგრეგერე ენერგიები გამომაცალონ? აი ამისკენ მივდივარ მე და ამისი თქმა მინდა. ხო, ანუ ეხლა გარდაიცვალა ადამიანი და კიდე იმის რა ქვია, გარდაცვლილის რეგისტრაციებია და რაღაცეებია და სურათი, ან კიდე კაი ეხლა სურათს დაწვავს, ან შეინახავს, ან რაღაცა, ან მეკრაბაში ჩადებს თუ ძალიან უყვარდა ბებია და ბაბუა, ეგრე სურათების დადება არ შეიძლება, იმას უნდა გარშემო რაღაცა წრე გაუკეთო, ფერად წრე, წითელი, ყვითელი რაღაცა ისა ჩადო ეს მეკრაბაში და გაახვიო წითელ ნაჭერში და ისე დაადლაგო ეს სურათები. და გარდაცვლილების სურათები კიდე ცოცხლების სურათებთან არ შეიძლება.
ხო და რა მინდოდა მე თქვა რომ იქით უნდა მოვატყუოთ ჩვენ ეს მატრიცები და მატრიცული ისენი რა ქვია ალფონსონკა ისენი პაპაშა მამაშა ისენი რა ქვია ბესები და რა ქვია ისენი კიდე ადამიანებზე არა მაქვს მე ლაპარაკი მაგრამ აი ჩვენს ყოფა ცხოვრებას თუ ჩვენ საწინააღმდეგოდ ხმარობენ ეს რა ქვია ალფონსო არხონტები ალფონსო ბესები და ალფონსო არუნახები სულიერ სამყაროში და გვავამპირებენ ან ის ვიზაზე დავდიოდი ხო? ვიზაზე დავდიოდი ან ამერიკის ვიზა მქონდა, ან იმის ვიზა მქონდა, ან იმას მოუწერე ხელი, ან იმას გაუწერე ხელი, ან იმის გაუწერე ხელი, ამას ეს რომ მაინც დაფიქსირებულია რომ მქონდა. დაუშვათ ეხლა სახლები თუ მაგ ვიყენებ ამ სახლებს, მაგრამ თუ არ ვიყენებ უკვე იმას, აი რა თქმა ეხლა სკოლის საბუთებს ვიყენებ. გაყიდულ მანქანის იმას ვიყენებ. გაყიდული სახლის იმას ვიყენებ. დამთავრებული კოლეჯის რაღაცებს თუ არა მუშაობ, სამსახური დავიწყე, სამსახურში ახალი ცნობა მაქვს. იმ რაღაცებს ვიყენებ, არ ვიყენებ, ხო, რატო უნდა გქონდეს იქ რაღაცა ქსელები, ხო, დაუშვათ ეს ვიძახი მე იმას, რა ქვია, სულიერ ცხოვრებაზე, პარალელურ მირებზე, ანუ იქ დროებით დავფიქსირდით. უნდა განაცხადოს ადამიანმა, რომ ხო, აი, დაფიქსირებული ვარ რაღაცა, დაბადებიდან დღემდე სადაც ვარ დაფიქსირებული დროებით, იმიტომ რომ ეს ვაპლაშენი არის ჩემთვის დროებით, პოზაკონუ, ზესისი ჩას, დარადამარადის, ასდამარადის ანულირა ვაიცა, აბნულა ეცა და არის ყველაფერი ყველა საბუთი უქმდება, ბათილდება, ჩემთვის სასარგებლოდ, როცა მოვითხოვ, როცა მინდა, როცა ეს საჭიროა ჩემთვის. და სწერაიუს ლედებს, ანაბეჭდებს, ვაუქმებ დაგაორებს, მოგოვორებს, ჩემთვის ასიკეთოდ. ან ვატრას ვარ მირავებ, ყველაფერს ჩემთვის ასიკეთოდ, პერესცენარარი ვაიუ, ყველაფერს როგორც ჩემთვის საჭიროა, როგორც ჩემი სულისთვის საჭიროა, აი ისე პერესცენარარი ვდება, ყველაფერი ჩემთვის ასიკეთო, იმიტომ რომ მე ასე მსურს პოზაკონუს ვაბოდი ვოლა ნებით და პოზაკონუ კოსმოზაკონუს ძესი სიჩას და უვადო და მარადიული არის ხოლო ჩემი სული, ჩემი საზნანია, რომელიც ხელშეუხებელია, ჩემი ნება, რომელიც ხელშეუხებელია, დალშე, ბოლშე, საბუთები, ქაღალდები, ოპიტები, უროკები, პრივაზკები, პრიზოცკები, პრიზორები, ეს არის ყველაფერი დროებითი, ანუ 0 წუთიერი, 0 წამიერი. და აქედან ჩემი დავამპირება, ეკრძალება ყველას თუ არსებობს კიდე სადღაცა რაღაცა ატკლუ ჩაიეცა. და ჩემი ასე ვთქვათ, რა ქვია, რა მინდა ვთქვა, რომ ამუ ნეგატივობა ზაფრეშა ეცა ჩემი ასე ვთქვათ, აღრიცხვებით, შეთანხმებებით, საბუთებით, ჩემი ჩანაწერები, ჩემი კომუნალურები, ჩემი იმენებით, გაზის იმაში ვარ დარეგისტრირებული, დენის იმაში ვარ დარეგისტრირებული, იმის ყველას აღის ეგრეგერებს უკრძალა ჩემზე, ასე ვთქვათ, ჩემი აღრიცხვებითა და ჩემი ჩანაწერებითა და ჩემი სლედებითა და ჩემს ახალ გვარზე ყველას უკრძალა, ასე ვთქვათ, ვამპირობას, ნეგატივობასა და დისტრუქტივობას. ო, მივედი აი იმამდე ძლივს მივედი რა. ეს მინდოდა მე თქვა მე ჩემი თავისათვის. 10 მარტი 03-20-25 მადლობა ჩემს სულს, მადლობა ჩემ ვიშიე სვეტრიესილებს, ზაკრივაეცა პარტალები, ზრონიკა გნეზა ხოდი ზროატკლუ ჩაეცა
ტუპიე ნაცნობები, უცნობები, შინაური გარეულები, ჟიგაიუცა, ვიგანაიცა, ჩემპიონი ბიოპოლიდან, через მეზობლები და через კვარტირანტები ზლონიკა კნეზა ხოძეთ. Только отключаются. Дарисас.